ეჭრება და ძალიან ძნელია რომ გამოვყო ერთი ან მეორე. გინდ დაიგერეთ? გინდ? არა. ახლა კი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბაში მცხოვრები ერთი გამგრჯე გლეხი კაცი ძია ჟორამინდა გაგაცნო. მით უმეტეს რომ იგი ისეთ საინტერესო საქმიანობას ეწევა, როგორიც არის ფუტკრების მოვლა-პატრონება და თაფლის წარმოება. თავად ფუტკრებს კი მოგეხსენებათ საოცრად საინტერესო სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან გამორჩეული ცხოვრების წესი გააჩნია. ომამიცია დავრჩე უსწავლელი რას ისუსო მეკიდა ხელი ამა ეს სუფთა ხელობა კიდე სოფს მეურნეობაში სხვა არ არის შემოტევადი არის რომ ძიმი არ არის ერთი ხელმძღვანელი ყავთ მთელ ოჯახში დედა თუ დედა არ აკავს ოჯახს როგორიცგან ძლიერი იყოს ის იქ არ კეთდება არაფერი აი რა შემდგომარეობს მისი ძლიერი რა უნდა გქოს დედა უნდა დადოს კვერცხი მთელი მოვალეობა მის კვერცხიზდება სუტკაში ძებს 2000-დან 3000 კვერცხამდე. დედა ცოცხლობს 2-დან 3 წლამდე. ვარგისია 2 წლამდე, ხო? უხერო მეფუტკე 3 წლამდე საძებინებს. ვერ ახილავს დროულად და დედები არ გამოყავს. და ეს დედა ერთხელ ნაყოფიერდება თავის ცოცხლის მანძილზე. ერთი მამალი ფუტკარით. დანარჩენს მე ესენი ტყულად ბზუიაში გადასჭამენ თავს. აი ყველა ყვავის როგორც ასე თავისი სული აქვს. და ყუნოსვით მიდის ფუტკარი. დანაშოს ღებულობენ ყუნოსას. ყველა მცენარეზე არ მიდის. ყველაზე არ მიდის. სადაც მე ვცხოვრობ, აქ შეიძლება წავიდეს 7 კილომეტრზე. მაგრამ მთის პერიოდში, მთის ადგილებზე, იქ შეიძლება რომ 7-დან 10-12 კილომეტრამდე წავიდეს. იმიტომ რომ დაბლიდან იწყება ღალიანობა, მაღლა მთაში არის. სითბოდან სიციაში. ეხლა ამაჩაც მამაძაღლობა, ეშმაკობა. თუ დატვირთული შევიდა, შეუშვებენ. თუ დაუტვირთული მივიდა, თავისადმი მას აკლავენ. დატვირთული უშვებენ და თუ ცარალი მივიდა, მოკლავენ. აბა მე ხო ვერ ავსვათ, ეხლა იმის იყო თუ არა, მაგრამ ძიძგილაობა რო არის, უშე ვიცი რომ იქ სადღაც დაარღვიეთ ესე. აი დაუკვირთ ეხლა თქვენა. აი ეს ფუტკარი. ემსაჩ ფაქტიურად წყნარად მოძრაობს. და უდედო რო არის, ის ირევა და ეძებს რაღაცას. აშკარად რო დაუკვირდები გეტყვის რომ ის რაღაცას ეძებს. დაუბლებული არის უშე. აი ცოტა თუ ნასვამი მიველი ან უხეშად ავხადესკა ან ვიჩქარე მაშინ კარგად იციან ყველა აგრესიულები არიან მაგრად ყოველს ვიეცადო რომ ისე მოუდგე რომ ხელი ჭუჭყანი არ აქონდეს ან ბენზინიანი ან ნავთიანი ან დრო დაგნეს ფუტკა რომ მოგიკვდება ხეში ის უნდა დაიბანო მაშინათო თუ შეგშე იმის სული დაგნეს თავს როგორც თავის კაცს ცნობენ ისე პატრონს ვეცნობენ არა პატრონის ცნობა მაგათ იციან ხელი არა მაგათ იციან ხელი როგორ მოეპყრობი როგორ მოექცე როგორ იმუშებ იმასთან თუ ფურთხი დაიწყე გიკმეს ჩვენთან საქართველოში მაგალითად ორი ჯიშის ფუტკარია ერთი აფხაზუს საჯიში მეურნებას ყვარლის საჯიში მეურნებას აყავს აფხაზური ფუტკარი მეორე ჩვენ ეს არის ქართული ფუტკარი ჩვენ ფუტკარი ცაცხვის თაფსა და წაბლის თაფს სხვა დაავადებაზე მკურნალობენ ყველამ კი არის ეგა აი ახლა ვისაც აი მაპატიეთ ახლა თქვა ექიმობა დაიწყო გლეხმო
ბავშვებსო ჯირკვლები აქვთ. ან სისუსის ამბავი, აი ცაცხვის თაფლი და წაბლის თაფლი პირველი სასარგებლოა. ვიდრე ჩვენი თაფლი. მაგრამ ვისაც ეს კუჭნაწლავის მდგომარეობა აწუხებს, ის როგორ დანაწაჰკრა ისეთია კიდე. ისე უარყოფითად მოქმედებს. ისე ცოტა მოვიწყინე ხო ისი აი. არ გავიჯერო ამ ხელა სტუდიაში კაცო არა აქვთ რაიმე ისეთი რომ გავერთოთ და თქვენს გაგართოთ ხა. მაესტრო, აბეთი დაუკარირანე რა. ოპა! კარგი, დავიღალე. ვაი. ისე ხო მაგარი ტიპი ვარ, ჰა? გურჯაანში ჩასულებს არ შეიძლებოდა არ მოგვენახულებინა განთქმული ახტალის ტალახები. დიახ, ტალახი, რომელსაც თურმე სასწაულ მოქმედი ზემოქმედების უნარი და სამკურნალო თვისებები გააჩნია. თქვენ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ ახტალის შესახებ, ახლა მხოლოდ იმ ლეგენდას გაგაცნობთ, რომელსაც ამ ტალახების აღმოჩენას უკავშირებენ. თემისაგან გადმოცემით მე ასე ვიცი, რომ ჩვენ აქ ახლო მანძილზე ვცხოვრობ და აქ ჩვენ მეზობლად ყოფილა ერთი ყოლიათ ძროხა, რომელიც ავადმყოფი იყო, მისავათებული და გამოაგდო პატრონმა. რომ ეს ძროხა აღარ გადარჩება, მოკვდება. უპატრონოდ დადიოდა ამ ტერიტორიაზე. რამდენჯერმე ტალახში ჩაწვა ეს საქონელი, ადგებოდა ბალახი კარგი იყო, სწოვდა და რა ვიცი, რამდენჯერმე პროცედურა რომ იყო, ძროხა უკეთესი გახდა, ასე იძახიან და არ ვიცი, ეს ბებია ჩემი იყო და ხოლმე ჩვენ ესე გაგვიგიაო და რამდენად მართალია და ამის შემდეგ უკვე დაწმოდნენ, რომ ვინც შეამოწმა ეს ჩვენი ტალახი, ნამდვილად სამკურნალოდ გამოიყენება. გოგონებო, ამ ტრაქტორს თქვენი გართობის მიზნით იყენებთ თუ ეს მარტო გართობა არ არის? ნუ ალბათ მარტო გართობა არ არის. აბა რა არის? ნუ ხანდახან საჭიროც არის, ხან რაღაც საქმე გვაქვს, ხან მართლა გასართობად დავდივართ, გააჩნია, ხან ვეხმარებით. ხან პური გჭირდება, ხან ვენახში დავდივართ. და ესეთი შემთხვევა სერიოზულ საკითხში იყენებენ სამუშაო და რაღაც ჩვენ ვერთობით, ნამდვილად ვერთობით. ესეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ხალხს გააფუჭდა მანქანა და ამათ უშველეს მიატანინეს სახელი. კი, ხან საჭიროებაც მოითხოვს, კი. უფრო უმეტესად უფრო გართობის მიზნით. საწვავის საქმე როგორ აგაქვთ? საწვავის საქმე ჩვენ არ გვეხება. აბა ვის ეხება? მამას, პაპას, რა ვიცი, უფროსებს ჩვენ არ გვაწუხებს ეს საკითხი. ძნელი არის ტრაქტორის ტარება? ნუ გააჩნია. მანქანასთან შედარებით, მარტივია, მაგრამ რაღაც თავისებური ტექნიკაც უნდა. სირთულეები ახლა ვთქვათ კონუს ძალიან ნელა უნდა აუშვა ფეხით, თორე აკირავდება თავზე დაგვეხურება. ყოფილა ეს შემთხვევა, სანამ არ ვიცოდით ისე კარგად ტარება, აკირავებულ. ტარება ყველა მიცის? არა, მე თითქმის არ ძიძები და არც ტარება არ ვიცი. ვინ იცის, რომელი ატარებს? მე და ლელა ძირითადად. ტრაქტორს მანქანა მირჩევნია ვოლვო. ზოგიერთი ცნობის მოყვარეები იყურებს, ზოგი კი ცინიკურად. თქვენ არ გაღელვებთ საზოგადოების აზრი? აქ ვაღელვებს რა მხრივ, გააჩნია საზოგადოებას. არ ვაღელვებს. იმიტომ რომ ჩვენ არაფერს ცუდს არ ვაკეთებ და არაფერს. ამ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ცუდს არ ვაკეთებ მე მგონი და მიხარია და იმიტომ რომ გართობა. სასიამოვნო გართობა მე ასე ვთქვი. იმიტომ რომ სხვა გასართობი არაფერი არ არის და ძალიან მოწდანილები ვართ ის.
ეს უბრალოდ ცოტა განსხვავებულია რაღაცა. ნაურია და ხალხი ამიტომ მაგათი საქმეა. მე ნამდვილად არც ღიზიანდები, არც არ ვაქცევ ყურადღებას. ისე უმეტესად ხალხს მოსწონს მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან ისეთ სახეები ხდებიან სიცილით და ზოგი რაღაც უმეტესობას მოსწონს ახ გამონაკლის ყველგან არის. ამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? ჩვენი ცხოვრება სულ კურიოზია. სასიამოვნო კურიოზი. ნუ რადგან ახლა ტრაქტორთან არის დაკავშირებული ეს ჩვენი ინტერვიუ, მას ტრაქტორთან დაკავშირებით მოვყვები. ჩვენთან სადაც ცხოვრობთ, იქ არის პატარა აღმართი. და მაშინ ახალი ნასწავლი მქონდა მართვა და სხვა შეს ძალიან ჯიუტი ვარ და ეს ლელა მეჯი და თამო და ერთი გოგო არის კიდევ ეკა და 4 ვისხედით ამ ტრაქტორს და იყო ხრეშიანი გზა რაღაც ქვიანი არ იყო ასფალტი დაგებული და ნუ ავიტეხეთ გინდათ რა თქო იქ ნაფსულიყა ავიდე მეთქი და ნუ ლელა ძალიან ფრთხილი და ეს ტიპუნებისა და გადმოხდა ტრაქტორიდან არანორმალური ხარო მანიაკი ხარო მე არ წამოვალ და შენ გინდა თავი მოგიკულიაო ეს ჩამოვიდე და თორნი და ასვლისას უცებ ტრაქტორი უკვე ფინალში რაღაც წინათლები აწია და უკვე აყირავდა და მესმის განწირული კივილი ლელაში მეც რო იქ მდიდარიყავი ნამდვილად დაგვეხურებოდა ტრაქტორთან და უკან ერთი ბეწო სიმძიმეც და ძალა ყირავდა მე არა აქვს და მარტო უკან აქვს სიმძიმე ყირავდება მე თუმეტეს ესეთ აღმართზე და ლელას განწირული კივილი მოსო მეც ძალიან შემეშინდა მაგრამ რა ვიცი ღმერთმა გადმოგხედოთ რა დაჯდა ისე ეს ტრაქტორი რა არც ეს ფერი არ გვედო და ეგ არაფერი მომაბრუნე და ახლა ჩამოსვლა ავიდე ხედა ჩამოსვლისას კიდე მუხრუჭმა მიტყურა თუ რა მიტყურა შევარდით ღობეს რაღაც სახლი იყო პატარა და ნუ რის ვაიბაგლახით და უკვე ფინალში კიდე მალე მომივიდა კონოზე ფეხი საწევა მანქანა მოდიოდა და ეს ტრაქტორი აყირავდა და ახტალის ჩასასვლელი რომ არის ტირიფთან დავინახე პირდაპირ იქეთ მიდის ზოგი საშველად წამოხდა ზოგს რა მოვიდა მე დავიბენი ახლა მეთქი რა მოვიდი შეადგა დავიხოცეთ მაგრამ რა ვიცი გაჩერდა გავაჩერეთ ჩაგვიქრა კარგად დააკვირდით ამ კადრებს. ამ შემოდგომაზე უჩვეულო რამ მოხდა კახეთის ზოგიერთ რაიონში. როგორც ჩანს, მარტო ჩვენ ადამიანებს კი არ გვეშლება ბევრი რამ, ბუნებასაც აერია საკვალავი. როგორც ხედავთ გაზაფხულის ნაცვლად, ოქტომბერში გამოიღო ხეხილმა, ვაშლის, ატმისა და ტყემლის ხეებმა ყვავილები. ის კი არა და ვაზიც კი შეიმოსა ახლად აფეთქებული ყლორტებით. ისე მართლაც და რა არ ხდება ამ ქვეყანაზე. კახელებმა თავი ხوار შეგაბეზრეთ, ჰა? ო რა, რაცა ვარ, აი ესა ვარ. ისე თუ კახელებს და უფრო